შეიქმნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი პლატფორმა და გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ფიქრობენ, რომ ერთიანობა შედეგს მოიტანს. მართლ გუნდში აღნიშნულ სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ვერც გაერთიანებით და ვერც გარეპატრონების მხარდაჭერით ისინი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. ველოძლიერი საქართველოს პოზიცია არის ის, რომ არის საჭირო დისკუსია ოპოზიციურ ძალებს შორის და რაც მთავარია ძალების გაერთიანება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების ფორმულაზე ოპოზიციის ნაწილმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ მათ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. ძლიერი საქართველოს გორის ოფისში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოსაშლელად აუცილებელია დიალოგი და კომპრომისები. დღეს ქართული ხალხის მთავარი მიზანი არის ქართული ოცნების ჩამოშლა, გათავისუფლება, დეოკუპაცია ქვეყნისა რუსული რეჟიმისაგან, ალტერნატივა იმას, რომ გაერთიანებული ძალებით ვცადოთ სწორედ რუსული რეჟიმის ჩამოშლა, ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა ამისი არ არსებობს. ძლიერი საქართველოს იდეას არ იზიარებენ, თუმცა არც ალტერნატიული გეგმა არ გააჩნია სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი იმ პარტიებთან გაერთიანებას არ განიხილავენ, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ნუნუ გიორგაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად არის გაერთიანებისკენ, თანამშრომლობთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არ იღებს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას. ოპოზიციის არ გაერთიანებამ ხელისუფლებაში დატოვა ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ოპოზიცია ერთიანი არის, თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის სატელიტ პარტიებს. ოპოზიციის ერთიანობას ემხრობა ევროპული საქართველო, თუმცა არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ირინა მახარაძე აცხადებს, რომ მას უფრო მეტის მოლოდინი აქვს პარტიების მხრიდან და იმედოვნებს, რომ თანაგუნდელების მხრიდან უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო საინტერესო გეგმა გაცხადდება. საქართველოს ოპოზიცია თანხმდება და ერთიანია და იზიარებს ერთიანობის იმ ჭეშმარიტ ფორმულას და უნიკალურ ფორმულას, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, მხოლოდ იმ საკითხში, რომ თუ გვინდა გავისტუმროთ ეს ხუნტა, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას და პროგრესს, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა. ჩემნები გვაქვს ახლა წინ 3 თვეში უკვე, აქ უკვე მეთოდებს შორის მიდის უთანხმოება. და აი აქ არის სწორედ ის ერთიანობა და ერთიანი აზრი, რომლის მხრივაც მე როგორც ამომრჩეველი ვისურვებდი უფრო მეტის მოლოდინის სურვილი მაქვს და მეტის მოლოდინი გამაჩნია. მაგათი ერთიანობა არ გაიშვა ჯერ. მართლ გუნდში ოპოზიციის გაერთიანებას ამჯერადაც სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ვერც გაერთიანებით და ვერც გარე პატრონების მხარდაჭერით ისინი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. მარლენ ნადირაძეს კარგად ახსოვს ოპოზიციის გაერთიანება, რომელმაც მისი აზრით ქვეყანაში ვერაფერი ვერ შეცვალა. რაც გვესმის, ხან დანახადნები, ხან რევოლუციას აწყობენ, ხან ბარიკადებს აშენებენ, ხან ხლაბა ქარიშის გულებზე გადავლენ. არც ცალკე უქნია ღმერთს და არც ერთად. ერთი და მეორე, უბრალოდ ვალდებულები არიან თავიანთი დამფინანსებლების მიმართ ამდენი წლის განმავლობაში უამრავი თანხა ჰქონდათ გამოყოფილი და შედეგი ვერ დაუდეს ის, რომ ქვეყანაში ვერ მოაწყეს არეულობა, ვერ გადაატრიალეს არაკონსტიტუციურად ხელისუფლება. პრინციპში კონსტიტუციურადაც არ არსებობს გადატრიალება, მაგრამ ყველაფერი არაკონსტიტუციურია. და თქმა უნდა პასუხს თხოვენ ამაზე და თქმა უნდა ეძალებიან. ვერც ხალხის მობილიზება ვერ შეხვდეს და ვერც მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს მასობრივად, თორე ახლა რაღაც საკუთარ NGO-ებში და პარტიის სტაფში გაწევრიანებული ადამიანები თელი საქართველოს მასშტაბით თლიანად რომ მათი მობილიზება შეძლონ, გაცილებით მეტნი იქნებიან ხოლმე, მაგრამ მათ სულ მობილიზებასაც ვეღარ აკეთებენ. ამიტომ ეს დანახადნები ალბათ უფრო იმას ემსახურება, რომ თავი მოაწონონ თავის პატრონებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
ოპოზიციაში გაკეთებული ამ განცხადებებით ირკვევა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის შესაძლოა გაერთიანება ვერ შედგეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოსახლეობა, მერები და საკრებულოები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს უნდა აირჩიოს.